აბანა! უკვე მესამეჯერ ამბავია უკვე. ეს მომწე? Mir wo ich wohne in Karlsruhe. Ist daneben. კომაგების ეპიზოდი გრძელდება დღეს ვიმყოფებით ქუთაისში, სადაც რამდენიმე წუთში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ქუთაისის ტორპედო უმასპინძლებს იბერია 1999-ს. საკმაოდ საინტერესო ეპიზოდი გველოდება წინ, რადგან დღეს გვაქვს კომაგების განსხვავებული, ასე ვთქვათ, რუბრიკა, რადგან დღეს ჩემთან ერთად არის ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი გიორგი კირთაძე, ვინც ჩემს YouTube არხს უყურებთ. გიორგი გემახსოვრებათ. გიორგი არის 10 წლის, ცხოვრობს გერმანიაში და გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ, ესე ვთქვათ, შეარჩია გიორგი და მისი საფეხბურთო კარიერა გერმანული დაიწყო სწორედ გერმანიაში. თან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გიორგი 1 წლის იყო, როდესაც საქართველოდან წავიდა და 9 წლის შემდეგ, ესე ვთქვათ, დაბრუნდა საქართველოში და თან გუშინ ჩამოხვედი, ხო? კი. გუშინ ჩამოვიდა და პირდაპირ, ესე ვთქვათ, სტადიონზე ვარ და ალბათ ნათელია თუ როგორ უყვარს ფეხბურთი და როგორ გულშემატკივრობს ზოგადად ქართულ ფეხბურთსაც. მოდი დღევანდელ თამაშზე რო გითხრა, იცი რომ მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ხარ, თვალს ადევნებ ქართულ კლუბებს გერმანიიდან. ვის გულშემატკივრობ დღეს, რომელი ფეხბურთელები მოგწონს და რატო გამოთქვი სურვილი აქ მოსვლაზე? ანუ მე ხა ქუთაისისთვის ვარ ტორპედო, იმიტომ რომ ჩემი ნათლია არის ქუთაისელი და ფეხბურთელები ტორპედოდან მომწონს კუპრავა და მამუჩაშვილი ნაკრებში თამაშობს და იბერიადან ხა ბევრი ფეხბურთელი არ ვიცი, მაგრამ ბარტიშვილი ვიცი. ვიცი რომ იბერიას თამაშას უყურებდი, ხო? გევანდელი შეხვედრა იმითაც არის საინტერესო, რომ წინა შეხვედრაში იბერია 22 წლის შემდეგ გახდა პირველი ქართული კლუბი, რომელიც გავიდა, ასე ვთქვათ, ევროპულ ტურნირებზე და საინტერესოა დღეს როგორ ფორმაში იქნებიან. აი, შენ ვიცი რომ უყურე, ხო, ამ თამაშს? კი. აი, რა სიტყვა იბერიას როგორი შტაბ-შეწირვა დატოვა შენთვის? კაი გუნდია იბერია, მესამე ადგილია. ტექნიკური გუნდია, როგორც უყურებთ თამაშებს. კარგი დროებით დაგემშვიდობებით, ეხლა ვნახოთ პირველი ტაიმის საუკეთესო მომენტები, ფეხბურთელები ხვდებიან გულშემატკივარით. შეძლებს დაგვარად მოდის სტადიონზე და ჩვენს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენს მოსაზრებას, რა თქმა უნდა, თამაშის დასრულების შემდეგაც და ასევე გიორგიც მოგვიყვება თავის გერმანულ გამოცდილებაზე და გერმანულ კარიერას. როგორი განწყობა გაქვს? აბარა სიტყვი. მაგარი გოლი. მაგარი შეწოდება იყო. ამ გოლზე რა სიტყვა? კაი, ჯერ კაი შეწოდება იყო და მე მაგარი გოლი იყო. ოღონდ ბევრი ფიქრი ეგრევე უნდა დაიწყო. გაითვალა, როგორი შედეგია ახლა პირველ ტაიმში? მაგარი, 3-1, 4 გოლი პირველ ტაიმში ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი. არ მეგონა რომ 3 გოლს გაკეთდა ტორპედო ქუთაისი. გამთავრდა პირველი ტაიმი, დაძაბული იყო გოლიანი 3-1. იშვიათია ერთ ტაიმში 4 გოლი და ხა გავიგოთ გიორგის აზრი, აბა რას ფიქრობ პირველ ტაიმზე? ძალიან საინტერესო პირველი ტაიმი იყო, მაგარი პირველი ტაიმი იყო. ტორპედო ქუთაისი ძალიან მაგარი თამაშა, არ მეგონა ეგრე მაგარი თამაშობდნენ. ტელევიზორში უყურებდი რომ ცუდად თამაშობდნენ, მაგრამ ეხლა ძალიან მაგარი თამაშობდნენ ეხლა და 4 გოლი პირველ ტაიმში ძალიან მაგარია რა. იბერიაც კარგად თამაშა, მაგრამ არ უტევდა იბერია, მაგრამ
ტორები და სულ უტევდა და უტევდა, მაგიტომ გაიტანეს ეგეთი ბევრი გოლები. მეორე ტაიმში უფრო მგონი იბერია მოვა ხასიაძე რა და შეაყრის გოლებს. კარგი, ხა აი მაყურებელს შენს შესახებაც რო უთხრათ. აშვები, აბა გერმანიაში როგორ მიდის შენი საქმეები, რა ეტაპზე ხარ და რა გეგმები გაქვს? კარგად მიდის საქმე, ყველაფერი. გერმანიის ფედერაციაში ვთამაშობ, DFB-ში. ჰოფენჰაიმში ვთამაშობ. ახალ გუნდში გადავედი, სამ გუნდში ვთამაშობ, SG-კაკის ჩაიმშიც. იქ თავდასხმა ვარ, ცენტრალური თავდასხმა. ეს მე ნახევარდაცვა ვიყავი, მაგრამ ჩემმა ტრენერმა თქვა, რომ შეუნდა ითამაშო თავდასხმა და უნდა გაიტანა 50 გოლი ერთ სეზონში. და უკვე 23 გოლი გავიტანე რა. და ვაგრძელებ. ყველაფერი მაგრად მიდის. ასე თუ ისე რაღაცა ცოტათი შეეხედი აქ რა სიტუაცია იქ გერმანიაში რა ხდება? არა, აი ზოგადად საფეხბურთო განწყობა, გულშემატკივრები. გულშემატკივრები ძალიან ყვირიან, ცუდ სიტყვას ამობენ. ეგეთია საქართველოს. გერმანიაში უფრო წყნარია რა. და უფრო მეტი ატმოსფეროა. უფრო საფეხბურთო განწყობაა გერმანიაში. ესეც სიტყვები არის მის ხოლმე? გერმანიაში არა. საქართველოში ძალიან ცუდ სიტყვები ისმის. კარგი, ახლა დავალოდოთ მეორე ტაიმს, ნახოთ რა შედეგით დამთავრდება შეხვედრა და საინტერესო იქნება. აბა რა სიტყვი, ხა უფრო გართულდა იბერიას მდგომარეობა რა? კი. მეგონა რომ უკვე მესამეჯერ ამბავია უკვე. დაიძაბა ხო? 3-2-ია. და დრო ეს არის. დარჩება, 3-2 დარჩება, ესე მგონია. ტორპედო ცოტა ძალიან წინ მიდიან. სად არის? აი, ცოტა ძალიან დარჩება. Burada comeback. ხო ამბობდი და კამბეკებენო. Bolom deydi zaten. ასე თქვია მე არ ვიცი რა ვთქვა, რა ეგეთი. ძალიან მაგარია. შეიძლება აი ამას გაგის აი ეს და ამას გაგისტი ფორმისთვის. არა, აი ფორმა შანსი არა. კაი. ხელმოწერა თუ გინდა მოგიწევ. კაი. და კი. მადლობა. ეს მომწე? კი. თამაში შევაფასებდი რა თქმა უნდა დადებითად, რადგან ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. კი, 3 დერც ვიგებდით პირველი ნახევრის შემდეგ. პირველ ნახევარში ვფიქრობ, რომ კარგი სტარტი ჰქონდა და კარგი ნახევარი გამოვიდა ჩვენი შესრულებით. მეორე ნახევარში რა თქმა უნდა ჰქონდა რაღაც შავარდნები, იბერიას გუნდმა მოინდომა, 2 გოლით გაგვიტანა, გავვითანაბრეს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველას ბრძოლით ბოლომდე 100% ჩავდეთ მოედანზე და ეს მოგება დამიმსახურეთ. იბერიის გუნდს კიდევ უდიდესი პატივისცემა, რადგან კარგი თამაში აჩვენეს მათ. რა თქმა უნდა, ესეთი გამარჯვებები გჭირდება და აუცილებელი არის, რადგან ბოლო პერიოდში ვიცით რა სიტუაციაც იყო.
მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ გამარჯვებით დავიწყებთ ამ ესე ვთქვათ გამარჯვების შემდეგ თამაში და ყოველივე თამაშზე გამოვაქვს გამარჯვების. ეს არის ყველაფერი მენტალობა, ჩემი აზრით, ის მენტალიტეტი, რომ ერთი კაცის ნაკლები იყვნენ, მეტად მოინდომეს, მეტი ირბინეს, იმ მომენტში გაგვithანაბრეს კიდეც, უკეთესი თამაში აჩვენეს, მაგრამ როგორც აღნიშნე, უდიდეს პატივისცემა ბოლომდე იბრძოლეს. ჩვენს ბოლომდე დავიხარჯეთ, რა თქმა უნდა, ქონდა რაღაც შავარდნა მეორე ნახევარში, მაგრამ საბოლოოდ ჩვენი გამარჯვებით დასრულა, ასე რომ ძალიან გვიხარია და ესე უნდა გავაგრძელოთ, რა თქმა უნდა, შემდეგ თამაშებაც. Ja, da bist du in der Nähe von mir, wo ich wohne. Ich wohne in Karlsruhe. Karlsruhe? Ist er neben Hoffenheim. Ja. Kannst du das schreiben? Ja, natürlich. Hast du kurz den Stift? Halt fest, richtig fest. Festhalten. Zieh. Wie war für dich das Spiel? Sehr aufregend. Kannst du noch mehr dazu sagen? Ja, natürlich. Wenn man überlegt, beide Mannschaften hatten. ძალიან ამაღელებელი თამაში იყო. თუ დავიფიქრდებით, პირველ ტაიმში ორივე გუნდს გოლის გატანის 3-3 შანსი ჰქონდა. თუმცა მოვლენები ჩვენ სასარგებლოდ განვითარდა და ცოტა გაგვიმართლა კიდეც. რომ ტაიმის 3-1 დავამთავრეთ. შესვენებაზე 3-1 უპირატესობით გავედით, მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ ეს ძალიან სახიფათო ანგარიში იყო. მეტოქის ერთმა გოლმა შეიძლება მოვლენები სულ სხვა კალაპოტში გადაიყვანოს. წითელი ბარათის შემდეგაც ჩვენ თვითონ გავირთულეთ საქმე და ზედმეტად გაგვიჭირდა ამ თამაშის მოგებამდე მიყვანა. წესით ანგარიში 4-1 უნდა გაგვეხადა. შესაძლოა 5-1-იც. 2-3 წუთიან მონაკვეთში 2-3%-იანი შანსი ჰქონდა, სადაც ბურთი ძელს მოვარტყით. ხელსაყრელი პოზიციიდან კარს გადავაცილეთ და ყველაფერი ისევ ძალიან მერყევი გახდა. 3-2-ზე უბრალოდ ვერ მოვახერხეთ, რომ მეტოქე მასიური პრესინგითა და ერთით მეტი მოთამაშით საკუთარი საჯარიმოსგან შორს დაგვეჭირა. იბერია გამუდმებით ახერხებდა კარგი შეტევების წამოწყებას და შემდეგ ჩვენი ინდივიდუალური შეცდომების შედეგად ანგარიში 3-3 გახდა. მაგრამ ვფიქრობ, დიდი ბრძოლის უნარიანობა ხასიათი გამოვიჩინეთ. კვლავ მოსაგებად ვითამაშეთ და თამაშიც საბოლოოდ დამსახურებულად მოვიგეთ. Დამთავრდა კომაგების დღევანდელი ეპიზოდი, განსხვავებული ეპიზოდი, საკმაოდ საინტერესო, დაძაბული შეხვედრა იყო. ყველაფერი ნახეთ, ხო? თითქმის წითელი ბარათი, ამდენი ბურთი გავიდა, 7 ბურთი. 7 ბურთი. იშვიათია საქართველოს ჩემპიონატში 7 ბურთის ნახვა და გაგიმართლა მინდა გითხრა პირდაპირ და აბა როგორ შეაფასებ თამაშს? თამაში ძალიან დაძაბული იყო, მაგარი იყო თან. პირველ ტაიმში 4 გოლი გავიდა. პირველ ნახე ეგეთ ბევრი გოლი პირველ ტაიმში. ტორპედო ქუთაისი სულ წინ მიდიოდნენ. იბერია სულ, ანუ პირველ ტაიმში იბერია მარტო უკან არ უტევდა იბერია, არ ვიცი რატო, ანუ მეორე ტაიმში უფრო მაგარი შემოვიდნენ, უფრო ძლიერები და მაგრებიც. მერე ქუთაისი ტორპედო კარგად ითამაშა ბოლომდე. მესამე გოლზე ბოლომდე არ იბრძოლეს, რას არ მოვწონს, იმიტომ რომ ბოლომდე უნდა იბრძოლა, ბოლო წამამდე და ბოლო წუთამდეც. მაგრამ მაინც მოვიგეთ თამაში 4-3. ჩემთვის ახლა პირველი თამაში რა იყო, უფრო ქართული ფეხბურთი უფრო მომწონს, ანუ უფრო კაი ფეხბურთია. ხა შეიძლება მეორე მესამე თამაშზე უფრო ცუდი თამაშები იყოს, მაგრამ ახლა პირველი თამაშზე ვიყავი და მაგარი ფეხბურთია. შენი გეგმები გერმანიაში საფეხბურთო რა გეგმები გაქვს? 4 სექტემბერს ჩავდივარ და 6 სექტემბერს მაქვს U12 NLC-ს ვეთამაშები Sandhausen's და იქ თამაშობ. წარმატებებს გისურვებ გერმანიაში შენ საფეხბურთო კარიერაში და დარწმუნებული ვარ, რომ არაერთხელ ასახელებ საქართველოს. თქვენ კი ბოლოს თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ასევე კომენტარებში დამიწერეთ, ამდენად მოგეწონათ კომაგების ეს რუბრიკა და შევეცდები ყოველთვის ვერ დაგვირდებით, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდები, რომ თქვენს მოგცეთ შესაძლებლობა, რომ დაესწროთ საქართველოს ჩემპიონატში თქვენი გაყვარელი კლუბის თამაშს ასე ახლოდან და ესე ვთქვათ ფეხბურთელებსაც უფრო ახლოდან გაისაუბროთ.